მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში საიენსპოში საჯარო ლექცია გამართა და საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა. მან ქართულ ოცნებას მარიონეტული მთავრობა უწოდა, რომელიც ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებს. სტუდენტებთან შეხვედრისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია პარტნიორებმა საქართველოში რუსული რეჟიმის არსებობა აღიარონ, რადგან ივანიშვილის გუნდთან მუშაობის რესურსი ამოწურულია. საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს. მარიონეტი მთავრობა ყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს. ყოველ მეორე დღეს რუსეთის ლიდერებისგან იღებს კომპლიმენტებს და ძალიან აგრესიულია საქართველოში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ. ასე რომ მათთან თანამშრომლობა შეუძლებელია. არსებობს გარედან მუშაობის შესაძლებლობები. ევროპული ინსტიტუტები ახლა არიან სხვადასხვა გამოწვევის წინაშე და ეს პირველ რიგში უკრაინაა. თუმცა ჩვენ გვჭირდება მეტი ყურადღება. საჭიროა გაცნობიერება იმისა, რომ ის არ არის რეჟიმი, რომელიც იხრება ავტორიტარიზმს. მას უნდა დაერქვას სახელი. ეს არის რუსული პოლიტიკა საქართველოში. ამის აღიარებაა საჭირო. მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ახალი სამართლიანი არჩევნების მისაღწევად პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობაა მნიშვნელოვანი. სალომე ზურაბიშვილმა ოცნების ახალ პროპაგანდაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ეგრეთ წოდებულ ნეიტრალიტეტს შეეხება. პოლიტიკური პარტიების მდგომარეობა ძალიან რთული და განსხვავებულია. მე ვცდილობ მათ კოორდინაციას, კრიტიკულად ვარ განწყობილი მათ მიმართ, მაგრამ აქვე ვაცნობიერებ, რომ რთულია ოპერირება დიქტატურაში. ახლა მათი გაერთიანების პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ძალების თანხმედრის დროა, რათა საპარლამენტო არჩევნებს მივახციოთ. როცა რუსულმა პროპაგანდამ დაიწყო მტკიცება, რომ ევროპას სურდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ჩემი რეაქცია იყო სიცილი, მაგრამ ეს პროპაგანდა გაძლიერდა, გამყარდა და იმუშავა. ახლა ახალი პროპაგანდაა დაწყებული, რომელიც ასევე მოდის რუსეთიდან. ეს ეხება ნეიტრალიტეტს. აღარ ვფიქრობ, რომ ამაზე სიცილის დროა. ჩვენ გვჭირდება სპეციალური მუშაობა, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება, რომ ამ პროპაგანდას შევეწინააღმდეგოთ. პარიზში გამართულ საჯარო ლექციაზე მეხუთე პრეზიდენტმა ქართული ოცნება ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის გამოც გააკრიტიკა.